გაიგელავშტობის მეგობრებო. აი მე დედა პარკს. გავიხედოთ და ნახოთ გჭირდება თუ არა ქოლგა. ჰაერია ფანტასტიკური. აი ჟანგბადით რო აივსებით, ზუსტად ასეთი ჰაერია. მაგაში 10-იანი პლუსი, მაგრამ ხალხო უკვე აცნობიერებ, რომ ჟაკეტის გარეშე მცივა. ანუ დღეს კი არ გეუბნებით, მაგრამ აი რაღაცა მაზიზებს როგორც თვითონა იტყო. არა ჯერ არ შემიძლია ჟაკეტობან არა, ისედაც თბილად გამოვიყურე. ესე იგი Facebook-ზე თვითონას ბლოგზე არის ჩემს პირად Facebook გვერდზე ნუ გვანცასთან. ამ გვერდზე მოკლედ გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩანან, უბრალოდ გუშინ დავდე პოსტი, რომ თავი დამანებულა ამ ადამიანებმა და დატოვონ ჩემი Facebook სივრცე. იმის გამო, რომ თორმე ძალიან ბევრ პოსტს უდებდა შეწუხდნენ ხუმრობით, სიყვარულიყო. ხო და ერთი კაი ვიდეო გამოუცხე გუშინ და დავდე. იმით აქვს, რომ დამაკლდებიან ეს ადამიანები რაოდენობაში, თორე მე პირადად არც ერთი არ დამაკლდება. ადამიანი ვინც ჩემი ვითომ გულშემატკივარია, ეს ეხება ყველას, ვინც არ უნდა იყოს მეზობელი, ნათესავი, ნაცნობი, უცნობი და აბსოლუტურად ყველა. ამ ვიდეოს აქაც დავდებ და თუ აქაც ხართ ადამიანები, ვინც ჩემს პირად Facebook გვერდზეც ბრძანდებით და შეწუხდით, იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ მეგობრებო. არანაირი პრობლემა ამაში არ არის. იმიტომ რომ რა ვიცი თუ არ ხარ ამ ადამიანის გულშემატკივარი და არ გაინტერესებს, რისთვის უნდა იყო მის ფოლოვერებში. ასე რომ დავრჩეთ ის მხოლოდ ის ადამიანები Facebook-ზე, ვისაც გაქვთ იმის სურვილი, რომ უყუროთ ჩემს ყოველდღიურობას, ასაც ვდებ ხოლმე ჩემს Facebook-ზე. ასე რომ ერთი კაი ესე რა ქვია, ხვას-ხვასა ის გამოვუცხე, რა ქვია, ვიდეო ისე ამომასხა უკვე ხელში. მეთქი, ანუ ტადიშვილი რო არ გინდა, თუ არ გინდა. იმის გააზრება, რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ფოტო იქნება, ვიდეო თუ რა არ აქვს მნიშვნელობა. ეს უნდა გაიაზროს ადამიანმა და თუ ვერ იაზრებს, რატოა ჩემთან და რატომ უნდა იყოს ჩემთან. მე არ ვშლი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ადრესატამდე და არაერთხელ მივიდოდა და თავად დაიწყებენ ჩემს გაუქმებას. წავედით ახლა სამსახურში. ხო გავუჭველი მაქვს. არ მენდობი ამის რაღაც ისია. აქ მაქვს დაღლილი კაცო, ვიცი სად არის ჩემი ჭუჭელი და ნუ იტყვით და აგერ. მამაჩემთან რომ მაქვს რაღაც. აგერ დაუხოვები, აი ფიქრა ეტყობა, თვითონ ჯაიტანსო და ის კი არის სამკიბეზე ხამ დამას თავის ლეწვით ჩავიტან. ასე რომ თეფშები ვიფიქრე რატომ აქ სახლში ცოტა თელი ჩემი ჭუჭელი მამაჩემთან ყოფილა. მამა ძალიან გთხოვ ჩამოვიტანო თეფშები. ნახეთ როგორ არის. მეზობლის არის. შემორტყმული და აქ ბავშვები, მაშვებიან ხოლმე. ჩდებიან და ისე მეშინია ხოლმე. რო უცებ, ნახეთ რა დონემდეა გადახდა. ჩექვარს გაკუტული ძირავს. გუში მეუბნება. რომელსაც წახვედით დღე 8:15 უკლე ჩვენ გავდივართ უკვე. ой, ეტყობა ჩამძინებია ღრმად. მადლობთ. ეგრე ადრე რა გინდა რომ ადიკი შვილი ვიციქი მივთხარი და მეც ატკებოდ. მალიტონა და ესკული და სული და ხო აქცივა შენ მარიკო. მარიამ ხო აქცივა დები. ხო. აქცივა? აი მე შვილი. ой, 10 წუთია აქ ვდგავარ. აი კოკის პირული წვიმა, სხვა ბუხავზე კოკის მოვედი სუსველი, ოღონდ ისე სველი კი არა. მუხლამდე და კიდე მაღლა როსველი მქონდა. ასაც მე ბოტასებზე აღარაფერს აღარ ვამბობს. სუსველი, აი გავწურე, წყალი გადმოვარცხი, ბავშვის სუსველი. აქ აქვს ტელეფონს. ბავშვის სუსველი, ხო და გამოვიცვალე, მეტი არ გამიცივდა და შემთხვევით აღმოაჩინე, რომ ზეიმზე მეცა ხოლმე ეს კაბა, ერთი ზეიმზე და ეს კაბა მქონია ბაღში და რადგან სუსველი მოვედი, მომიწია ამ კაბის ჩაცმა, კიდე კაი გავახსენდა, რომ აქ ვარ დატოვებული. მაკანკალებს იმედია, გადავრჩებით, ყველა ასე მოვედით. ყველა ამ დღეში ვართ. სხვა არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ საფურთავით დაინგრა ხალხო, მიახრები.
სანეღურის სისტემა არ არის მოწესრიგებული, ხალხი იდგა ებზე გაჩერებებზე სკამებზე და იყო საშინელი, როგორ მეტროში ჩამოვიდა წყალი და რომელი ერთი. ძალიან გაუმართავი მდგომარეობა გვაქვს. თქვენთან მოდის ამის სურნელი. საოცარი სურნელი. ერთი სურნელი მაქვს, როდის ამოვაც უქცუქებ ქვაბიდან თქეში, ანუ აი როგორც წვიმდა დღეს ხალხო. როგორც მე შემეშინდა გზაში, ბავშვის სუსველი, ჭექაქუხილი, ინგრევა საბურთალო, ვერ წინ მივდივარ, ვერც უკან მოვდივარ, გავიჩხირე ჩუა გზაში, რაღაცა შევეფარე, მაგრამ ფეხები მაინც მისვოლდებოდა. მარიკოს გეფიცებით, ბოტასიდან წყალი გადმოვასხი და ჩავდე უკან ცელოფანში, აზრი არ ქონდა, მე მაგას ვერ ჩავიცვამდი სამსახურიდან, წამოვედი იქ გამოსაცვლელებით, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა. ყველა თანამშრომელი მაგ მდგომარეობაში ვიყავით, მარიკოს ბალეტკები, ყველაფერი სველი იყო და კიდევ კარგი რომ იქ გველაგა მისი გამოსაცვლელები და მაგან გვიშველა კანკალებ და ისე რომ მეთქი მურჩა სიცხეს ვერ გადავრჩებით თქო. არ ვიცი რა გადავიტანე გოგოებო ამ წვიმაში ისე შემეშინდა აი სანეღურის სისტემა ოდესმე ხო შეიძლება გვეღირსოს ოდესმე იმიტომ რომ უსაშველოდ აი უსაშველოდ მაღალი წყალი იყო წარმოიდგინეთ ხალხი გაჩერებებზე სკამებზე იდგა და ერთ ადგილას ჩემ თანამშრომელი მეუბნება ის ურნალამის ტივტივებდა იმ სიმაღლეზე ავიდა წყალი და დაგუპდა შეუძლებელი იყო ლოდის აზრი არ ქონდა გამოვიქეცი მე უკვე სველები ვიყავით აზრი აღარ ქონდა აღარაფერს გამოვიქეცით ვერ მოვრბივარ სწრაფად იმიტომ რომ ბავშვი ქოლგა ბარგი მოკლედ და ესე იგი გოგოებო სამსახურში მივედი. აი არ ვიცი. იმ სიმძიმე ცელოფანი მოვათრიე, დღეს სველი ტანსაცმელებს ძლივს მოვათრებდი. იმდენად სველი ვიყავი. უბრალოდ აი არ რო გაწურავ. სარეცხი გაწურე, რომ მივედი და ჩამოვკიდე მერე. იმედი ცოტა შეშრებოდა რა თქმა უნდა არქაში. ხო და ბავშვები დარდობდით რომ ჩემ დასვი მე ვფიქრობდი ვაიმე რითი წავიდე სახლში ფეხზე რა ჩავიცვე ხა მაგის ჩაცმა და 39 სიცხე გარანტირებული მექნებოდა. მე ნუ წამოვედი იმით რითიც წამოვედი არც გაფუჭებული არ არის და არც რაღაცა ლასტებს ვეძახიან ჩვეულებრივი კედია მაგრამ უბრალოდ მეთქი ნუ აი შეიძლება რაღაცა წყალი იყოს ან კიდე წვიმდეს და ძალიან ისე ვიყავი არეული მოკლედ დღეს მე კი არა მთელი ბაღი ასე ვიყავით თანამშრომლები. ხო ვინ მივა ვინ სიცხიანი მივა და ვიცოცხალი არ ვიცი. ხო და აი უბრალოდ ვფიქრობდი რომ რანაირად უნდა წავიდეს წვიმაში ადამიანი სამსახურში ვინც მაგალითად პირობითად მუშაობ საბურთალოზე. ხა მე საბურთალოზე მაგ ლაპარაკობ საბურთალოზე მოყევი წვიმაში. თორე დარწმუნებული ვარ სხვა უბნებში ძიგივე მდგომარეობა იქნებოდა. ჩემმა თანამშრომელმა თქვა რომ ორ ნაბიჯზე ცხოვრობს იქვე. ტაქსმა დაუწერა 20 ლარი. გამოძახებას რო აპირებდა. წარმოიდგინეთ ახლა მე ნახალოვკიდან 20 კი არა რა ვიცი ალბათ 80 ლარში გამომიყვანდა სავარაუდოდ იმიტომ რომ თვითონაც ვერ მოძრაობდნენ მანქანები გახიდულები იყვნენ ტივტივებდნენ და ნუ ხო გავაგრძელოთ ტივტივაზე საუბარი დამოყვა ჰაი ხალხო დილა მშვიდობის მოგესალმებით ყველას როგორ ხართ რა ვიცი სახეზე მე ცოტა ღრუბელი დამთამაშებს მე მგონი მეტყობა სიმართლეს გეტყვით და ბოლო ძალები მოვიკრიბე დღეს პარასკევია და ბოლო ძალები მოვიკითხე მეტყობა ხო პარასკევს ღამე ვახპოვანებ მოვიკრიბე და წავედი სამსახურში ყველაფერი მოდუნებული მაქვს ჯერ ალბათ უჭირს გადაწყობა ტვინს ორგანიზმს და ყველაფერს იმ რეჟიმის რა დატვირთვაც გვაქვს ზოგადად მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი იქნება სხვა გზა არ არის დედა რა ლამაზი გიშერი უნდა შევიბა თვალი არ მეცეს ვაიმე ღმერთო ხალხო ხუმრობ არავინ გამომრანძღოთ ისედაც გადაღლილი ვზივა რა გერყავით ხელში ოი დედა რა კარგად მოხს მან ნეტა იცოდეთ აი სასწაულად ამ ფისოებს შეხედეთ საცხედან ღმერთო მაღალ გულბინეთ შეხედეთ ეს სახლი მთლიანად გაქირავებულია სრულად მაგისთვის არის აშენებული ფისოებო
რა გინდათ მანდ? ბაცადარდე. ჩემი სარეცხი როგორც ხედავთ იქით ფრიალებს იქით. ვენახიც რო ჩანს. ხე ივანი ვენახი არა ისაშვილი. სად მიდიხარ? დედიკო, ბაღში. კაიდე მოდი ხასიათზე, მარი. დედიკო. აი ხვალ ვისვენებთ დე. შენ თავს ფიცავარ და ხვალ ვისვენებთ დედი. გესმის დე? გაიგე საყვარელი. და რამდენიც გინდა იმდენი დავიძინოთ, შევთანხმდით? ხო აღარ მიფრასდები? ჩემო საყვარელო. დედიკოს გოგო. გურიცა გვაქვს დღეს. რაღაცნაირად ძალიან ლამაზია. ძალიან თან. ამას უყურეთ საწის. დედო. ჩემს ფეხზე ბატონო და. დექი ახლა. კარგი, არა უშავს და. საღამოს ასეთი ლამაზია, თქვენ დილით უნდა გენახეთ. ჩემი ბავშვის ჩანთა. სესო ულამაზესი ჩანთა გაქვს, გიშტე. მაგუდება თქვენი აზრით.ებით ნერვები მკიდია უკვე, ფეხის თითებზე ისე ვარ პარასკევ დღეობით. ჰელო. სერები გავჭიმოთ გოგოებო ნერვებს აწნარებს. გამარჯობა მეგობრებო, საღამომში ტოვის როგორ ხართ? დღეს ბედნიერი დღე გაგვიცენდა ადრე მოვედით. ტრანსპორტი კარგად დაგვემთხვა, ამიტომ ბევრად ადრე შევძელით სახში მოსვლა ვიდრე მოდიოდით. კი, დედიკო შენი კიკინები როგორ მოხსნათ გოგო ჩემი ვარცხნილობა. არა უჩავთაი. დიდი მადლობა. რაშურებით დღეს გავიარე ის ადგილები რომელშიც ვიცურავეთ მე და მარიამმა. გუში რო გიყვებოდით, ნუ არ ვიცი ეგეთი რამე თუ მენახოს რა გუბეებიც იქ იყო. ხალხი ამბობდა, გითხარით კიდეც, რომ ურნას უსწორდებოდა იმ ხელაზე, მოდიოდა მდინარეები ქუჩებში და მე არ ვიცი, გადარჩენილები ვართ, რომ კიდე რო გაგრძელებული, აქ ასე წვიმდა ნახალაუკაში? რო გაგრძელებულიყო, არ ვიცი. ეხლა ჩვენს ქუჩაზე ეგრე წყალი არ გუბდება, იმიტომ რომ მერე დაღმართი იწყება და დაღმართზე ჩავა. და მერე იქ სანიაღოს პრობლემაა, ვითომ გააკეთეს, მაგრამ კარგად მგონი არ გადის, არ ვიცი. ხო და გამოდის, რომ სერიოზული პრობლემა გვაქვს ისევ მაგ ყველაფრის. ხო და არ ვიცი, მოკლედ. ცოტაც რო იწვიმა, მართლა ალბათ გაჩერდებოდა ყველაფერი, მაღაზიებში შეუვარდა ხალხს წყალი. აი სალონები, ვისაც კიბებზე დაბლა ჩასასვლელები აქვთ, ისინი ხო დაეტბორათ და რა ვიცი, იყო ერთი ამბავი მოკლედ. სამწუხაროდ. ესე იგი, თქვენთან უკვე 2 დღეში ერთხელ მოვდივარ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე და მე მყავს ყველაზე საოცარი ქმარი, რომ მოვდივარ ყავას მახვედრებს და მადლიერი ვარ 3-მდე. აიღეს, ყობა. თქვენთან რა ხდებოდა? სხვათა შორის, მე მგონი რუსთავია ჩვენს დიდად არ იყო ესეთი წვიმა. მე მგონი არ ვიცი, აი როგორც ჩვენთან. მარკო, რატომ აყიდინე თუ არ გინდოდა? აიო დამაყარა. აქ. დილის რომელი იყო საათი? 8 წუთებზე რო წავისვი კონტური და ტინტი. იმის მერე მისვია. ახეთ რა კარგია. ისე აღარ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ შვენივად გამოიყურება მაინც. ასე რომ დაველოდოთ სუფთა სახლში ჩემი ტინტის ფასდაკლებას. ბევრი არაფერი არ აკლდება მაინც, მე მგონი. გააჩნია რამდენი პროცენტიანი იქნება, მაგრამ მე გამიმართლა ძალიან დაბალ ფასში ვიყი და ბევრად. ნახოთ. ოთი მაგათი გვერდი უნდა გამოვიწერო. რომ მომევიდეს ხოლმე შეტყობინები. აუ. Leo Oily მიგზავნის საჩუქარს და ძალიან მაინტერესებს რა იქნება. Leo Oily როგორც იცით, ხშირად ვახსენებ ხოლმე მათ
ძალიან კარგ თმის გამაჯანსაღებლებს, როგორც ცვენის, ქერტლის და ასე შემდეგ. კიდევ რაღაცები დაამატეს. ხო და მოკლედ დამიკავშირდა და მიგზავნის ჩვენი გოგო, რომელთანაც უკვე დიდი ხანია თანამშრომლობა, ასე ვთქვათ და ძალიან მიხარია და ძალიან მიხარია, რომ ნულიდან დაიწყო და განავითარა ეს ყველაფერი და მე ძალიან ვაფასებ სტარტაპებს ზოგადად და სულ ვამბობ და მიხარია კიდევ ის, რომ მხოლოდ მე არა, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სტარტაპებს უწყობს ხელს. დიახ. ნიშნულოვანია გვერდში დგომა რა, იმიტომ რომ რითი უნდა განვითარდეს შენი გვერდში დგომით, სხვანაირად რითი შეიძლება ხო განვითარდეს. თუნდაც იმ გვერდის გამოწერით, იმ დალაიქებით, იმ ყველაფრით შესყიდვით თუ ასე შემდეგ. უნდა განავითაროთ ხო ჩვენ ერთმანეთს უნდა შევუწყოთ ხელი, სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა, არავის არ გამოვა არაფერი და ძალიან ბევრს რო შრომობს ადამიანი, სამაგად მინდა ხოლმე, რომ რაღაცნაირად დაუფასდეს შრომა და ძალიან მიხარია, რომ ნელ-ნელა ამატებს რაღაცა ეტიკეტებს და კიდევ ბევრ რაღაცები განავრცეს, რასაც მე აუცილებლად მოგიყვებით, მაგრამ ჯერ უნდა მივიღო საჩუქარი, უნდა ჯამო მივიდეს და უნდა ვნახოთ ერთად. რა არის და რა შეგიძლიათ მე მის გვერდზე ნახოთ, ამ ყველაფერს აუცილებლად გაგიზიარებთ. ახლა უბრალოდ აზრი არ აქვს, მეჩვენია, როცა ხელში მეჭირება ის პროდუქტები, თქვენც გაჩვენოთ, ასევე მისი გვერდიც გაჩვენოთ და აბსოლუტურად ყველაფერი. ხო და ნათ გელოდებით. მე Leo Oil-ის გვერდით ვარ. ჩემ თუმცა ნამდვილად ჭირდება გაჯანსაღება და თქვენ კი იცით სულ ამბობ. ჯერ რა თქმა უნდა კიდევ მაგ Leo Oil-ის პროდუქცია თან ბევრი, იმიტომ რომ ყველა დაბანაზე ვერ ვიყენებ ხოლმე, რადგან ფიზიკურად ამდენი დრო არ მაქვს, რომ თავი შევიფუთო და ასე შემდეგ და ამას უნდა დრო. როცა მაქვს, მაშინ ხანდახან მეზარება ხოლმე. თუმცა ძალიან ეფექტურია, ძალიან. რა მამა, ფეხში შველი რატო დადიხარში? ხოდა სუნება ზეგაც ასე რომ 7 ვლოგები გვექნება. რამდენარია? რაღაცნი გაციებას და რანთან არ იქნება. ეს არ დამილები ეყავა. მეთქი თავი რატომ მткиვა? დღეს ყავა არ დამილე. ნუ ჯერდაც ხმაურში რო ვარ, იმიტომ მткиვა, მაგრამ არ დამილები ეყავა. გავაცნობი რომ წყალიც არ დამილებია. ეს არის ჩემი პირველი ჭიქა. და ახლა რომელია საათი? 8:30 ხდება. დღეს ყავა არ დამილებია. სად იყავი? ელიავაზე? მე იქნება ამოუჭრა კადრები და გაგიზიაროთ მარიკოს კადრები მეცადინეობის და რაღაცების უბრალოდ სხვა ბავშვებით ჩანან და ამიტომ ვერ გიზიარებთ, მაგრამ იქნებ დავფარო, აი ნახოთ. ერთი რამ მაინც გაგიზიაროთ მარიკოს. სხვებს თუ ვერ მაგას მაინც. მარიამ გადმოდი, დედა არ გადავარდე რა. მოდი და ყავს როსო მგონია რომ მარტო არ ვარ, ანუ კომუნიკაცია რომ მაქვს ასეთი, როგორიც მაქვს ახლა თქვენთან,
მიხოთ იმისა, რომ კადრს იქით ხართ და მე თქვენ ვერ გხედავთ, მე მაქვს შეგრძნება, რომ უამრავ ადამიანთან ერთად ვზივარ და ყავს, უნდა მეგონი მარტო მე კი არა, ყველას გვაქვს, ვინც ვლოგებს იღებს, ასე ვფიქრობ, რომ ყველას გვაქვს ეგ შეგრძნება, რომ თითქოს ერთად ვაკეთებთ ყველაფერს და ამიტომ არის ხოლმე, რომ ხშირად გვეთქმევინება რაღაცნაირად, რომ მოდით ერთად დავლიოთ ყავა, მოდით, ანუ ხო ხვდებით, ეგ შეგრძნება არ მტოვებს და მგონია, რომ ერთად ვართ. და სხვათა შორის იყო იდეა რამდენიმე ადამიანისაგან, რომ სადმე ხوار გავიდეთ, ჩემგანაც იყო ასე ინიციატივა, ესე, სადმე ხوار ესე ხუმრობის დონეზე. მე რა თქმა უნდა ხუმრობა გადავიდა სერიოზულობაში. და რატომაც არ ერთხელ სადმე ყავასე შევიკრიბ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს იდეები წამოვიდა ემიგრანტებისაგან და როცა ჩავბრძანდებით, დავგეგმოთ მოკლედ, ვისაც ენდომება. პრობლემა არ მაქვს. ვინც აქ ხართ თქვენთანაც დავლეყავას და ვინც წასულები ხართ და ჩამოხოთ თქვენთანაც დავლე. სოფო საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა ვნახე შენი მესიჯი, მიხარია რომ მიიღე, შენ როცა მოგიხერხდება, მაშინ წაიკითხე, მთავარია, რომ შენ ძალიან გინდოდა ჩემი დედიკოს წიგნის ნახვა და ჩამოგივიდა ამერიკაში. როგორც შენ გიხდი დიდ მადლობას, რომ ეს ყველაფერი ძალიან გაინტერესებდა და ზოგადად გიყვარს პოეზია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და იმ ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა, ვისაც წიგნი გამოვატანე შენს ახლობლებს და ჩამოგიტანეს ამერიკაში. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან შორს ხარ და რო ჩამოხვალ, იქნებ შენ უკაც წამოიყვანო და მარიკოს გავაცნოთ. ხაცნაირად შინაგანად მინდა, რომ პატარა ძაღლი მყავდეს. მაგრამ აქ ამ სივრცეში ვერანაირად არ გვაქვს რა დიდი სივრცე, ახლა აქ სადაც ვართ. ახლა მაღლა სართულზე მამა ჩემს დიდი სივრცე აქვს, მაგრამ იქ რო ძაღლი ავიყვანო, ხო გააფრინა კიდეც. ანუ შანსი არ არსებობს. მაგრამ ეს ის მაინც მაქვს ხოლმე რაღაცეებს წამომივლის, თუმცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვფიქრობ ძაღლის მოვლა, ძალიან არანაირად არ ვარ ამისთვის მსად, არანაირად არ მცალია, სახში არ ვარ, ხალხო ძაღლს ვინ უნდა მიხედოს. ანუ დილი დარუკა ხოლ შვიდზე და მოხვალ 8-ზე ღამე, აი ხო ხვდებით რა. ადრეც რომ მოვდიოდე, ვერ ძალიან პატარა სივრცეა ჩვენი. ნუ ძაღლისთვის პატარა სივრცეა რა, ეხლა ძაღლს ცოტა დიდი სივრცე უნდა, რომ ირბინოს, ითამაშოს, იკონტროლოს და ასე შემდეგ. ძალიან მიხარია, რომ მარიკო აქტივობებში ერთვება, ძალიან მიხარია ბაღში. სხვათა შორის გოგოებო, ისე გამიხარდა, გავგიჟდი კინაღამ, ამ თორშე ჩამივარდა. ვაიმე დედა, ვაიმე. მარიკო არ მიირთმევდა ხოლმე. წვნიანში როცა ეყარა რამე ბურღული, კარტოფილი არ აქვს მნიშვნელობა და აი ჩაჭყლეტა და მთელი ცირკები იყო ხოლმე ამის. ხო და ჩემმა გოგომ დაიწყო წვნიანების მირთმევა თავის კარტოფილებით და ყველაფრით. ხო დედიკო? ხორცარბულის ხოვ. მშვენივრად მიირთმევს, პირდაპირ ყლაპავდა ხოლმე, სულ დარდობდი, რომ წვნიანებს ამ სახით არ მიირთმევდა და კატეგორიულ უარზე იყო ხოლმე. მაგრამ დაიწყე ხო ჭამა დედიკო? მაგაზეც გადახვალ, ვაიმე ვგიჟდები და შეცე, მაგაზეც გადავალო, ანუ ხორცეც გადავალო. მიყვარ ხარ ჩემო საოცრება და ხო და შალსაკობს ყველაფერს ღეჭავს მიირთმევს, უბრალოდ აი ყველაფერს არა, ანუ ხო ხვდებით რა. ხო და ჩემმა გოგომ დაიწყო და გავგიჟდით ამის არა უშავსდე, მიეჩვევი ჩემო საყვარელო. მიეჩვევი, იმაზეც გადახვალ, ჩემო ლამაზო. ის გამიხარდა რაღაცნაირად გავგიჟდი. ყველაფერზე მეტირება გიჟივით.
ხო, არ უნდა მანერვიულო, მადლობა დე. მამასე გავთხრა. აბარა. აბარა დე. ხო, ცოდები ვარ დე ნერვიულობ კი. რამდენი ხალხი როგორ უცებ შევხედე, რომ წვდიან სუდებენ მარიკოს და კარტოფილი ჩასად ყოვზე ჩვენს კარტოფილი და ჩხვა ვერ ამოვიღე ესე ვუყურებთ კი რა სისავს თქო რა ეხლა ხოდა ჩავდი დაღეჭა გადაყო ტალები გადმოვწვიდა ხოდა ძალიან დიდი მადლობა ჩემი მარიკოს გოგოებს ორივე თამოები ყავს ორივე მარიკოს პედაგოგი და პედაგოგის დამხმარე ასისტენტი და გიგზავნით ძალიან ბევრ კოცნას და ძალიან დიდი მადლობა რომ ასე ეხმარებით ჩემს მარიკოს და ჩემს ნათიას ძალიან დიდი მადლობა მენეჯერს რომელმაც ფაქტობრივად მარიამს დააწყებინა ჭამა აი რა ვიცი იქეჯდა ხვალ ვისვენებ და ზეგ ჩემო სიცოცხლე დავიძინოთ რამდენ ხანსაც გვინდა მე ხვალ ხალხო აი ყველაფერი დავაბნელო რომ შუქი არ შემოვიდეს საიდანვე და არ გამომეღვიძოს მაინც გამომეღვიძება ყველა ვარიანტში და აი ძალიან ვეცდები რომ შევიბრუნო მოვალდე რა მინდოდა ოღონდ მატირეთ ხალხი სრემლის ო გამზადებული მაქვს და აუ გავგიჟდი აი ხო ვითომ შეიძლება ხა გაგეცინეთ რომ იმენაები ვხარი ამ გოგოს მიხარია ხალხო იმიტომ რომ იმდენ ხანს ვიბრძოდი მაგ ყველაფრისთვის და ვერ მივაღწიე ვერაფრით მე ამ ბაღში გადმოვიყვანე და ანუ აქაც ვერ მიეჩვია და საბოლოო ჯამში იქ მიეჩვია ამბანელაში ჩვენთან და ძალიან ემოციურად ვიყავი განწყობილი რომ ვაიმე მარიკო იმას არ ჭამს და ვაიმე რა ვქნა ვაიმე რა მე დაწყდარდი მითხრას ყველაფერი კარგად იქნება და რა თქმა უნდა არანაირი პრივილეგიებით არ სარგებლობს მინდა იცოდეთ მიუხედავად იმისა რომ თანამშრომლის შვილია ასე ვთქვათ, არანაირი, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ვეუბნები პედაგოგებს, რომ ის არის თქვენს ჯგუფში და მარიამი არ უნდა იყოს პრივილეგიური არაფრით. მე რა რო თანამშრომლის შვილი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უნდა დაიტვირთოს იმაზე მეტადაც, ვიდრე წარმოუდგენია. ყველაფერი უნდა აკეთოს ისე, როგორც სხვა ბავშვი და რაღაცა დათვური სამსახურები და რაღაცები უნდა გააკეთოს ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა. იმ დრომდე უნდა იყოს როგორც საჭიროა, თუნდაც იყოს ინგლისურის გაკვეთილი, თუნდაც ბალეტი, კარატე, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. არ მინდა და ვიკარგი თანამშრომლის შვილი არ უნდა, არა. აბსოლუტურად მივანდე ჩემი მარიკო პედაგოგებს და ვუთხარი გოგოებო. ის არის ნებისმიერი ვინც ყავთ აქ, ერთ-ერთი მათგანი. ჩემი შვილი დაივიწყეთ. და აღზარდეთ ისე, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ რამდენ საათს ატარებს ხო მარიკო იმ ადამიანებთან, ანუ გადავთვალო 10, 11, 12, პირველი 2, 3, 4, 5, 6, 7, 15 ლამის აი რა ვიცი 10 საათი იქ არის ბავშვი და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელამაკი აქვთ ხო პედაგოგებს და ყველა იმ მთლიან სტაფს ვინც მუშაობენ ბავშვებზე და ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ჩვენთან, ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ბავშვები იყო ძალიან განვითარებულები, ძალიან ბევრი რამ გავატანოთ, როცა გაწავლენ. სხვადასხვა დღეს მიწკევიჩდა რომ ამოუხვიე, უცებ ჩემი ყოფილი მოსწავლე დავინახე, გავგიჟდით, გამოიქცა ის და აი რომ ჩავეხუტე აი წინა პერიოდების და წინა თვეების სითბო ჩამეღვარა, რა თქმა უნდა უკვე სკოლაში მივიდა და როცა ძალიან ბევრი დრო გადის ხოლმე 3 წელი არ რაღაც უკვე ბავშვები თითქოს ვეღარ გწნობენ თუ იმის მერე არ უნახი ხარ ბაღის მერე გივიწყებენ ეგ ასე ხდება სამწუხაროდ მაგრამ მაინც ახალი ის იყო დამთავრებული შესაბამისად ძალიან მარტივად მიცნო კიდეც ასევე გუშინ წინ ჩემი მოსწავლეები იყვნენ ჩვენი ბაღის ახსაზრდელები იყვნენ ბაღში და ისე გამიხარდა რამდენიმე რომლებიც თქვათ უკვე წავიდნენ მოსამზადებელში ფრესკულებში სკოლის ფრესკულებში და ისე გამიხარდა მოვიდნენ ისე გამიხარდა რაღაცნაირად ძალიან მომედო გულზე სითბო და სიყვარული და
ძალიან მიხარია რომ მარიკო იქ არის იმ გარემოშია. იმდენი ადამიანი ზრუნავს იმისათვის რომ იყვნენ ბედნიერები, იმდენი ადამიანი ზრუნავს რომ დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი ძალიან გაყვებათ. მათ მთელი ცხოვრების მანძილზე რა, სადაც მე აი აქ ჯდება ყველაფერი რა. ნახავ ერთი თუ გადმომწერი არ მახსოვს მარიკოს იმ კადრებს, რაც ეწრეებს, აერთებს და რაღაც. მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ და რეალურად წეგან მაგათი ხელში რო ავიყვანე, ვერ ავწიე ხალხო, ანუ ვიხდი რომ დაღლილობისაგან ვეღარ ავწიე ბავშვი, ისე დამეჭიმა წელი და ჩამოვსვი უკან მე ავიყვანე ისე და ჩემი ნებისმიერი დაღლა თუ რა აქვს მნიშვნელობა, ხო? რა თქმა უნდა, რომ ვიყლები ამას რა თქმა ახლა თქმა. მე არ ვიცი სხვა ბაღებში რა ხდება, მაგრამ ჩვენთან რაც იქ ხარ, უნდა იყო, რა ვიცი, ცეცხლი და ვულკანი და ყველაფერი ერთად უნდა იყო და აყვავებული ვარდივით უნდა იყო. იმიტომ რომ მათ ეს ჭირდებათ, პატარებს ჭირდებათ, ბედნიერი სახეები ჭირდებათ, მომღიმარი პედაგოგები ჭირდებათ. მარიკო ნუ ანთებდე და ნუ აქრობდე, დიკო დაანებე თავი. ახლა ნახეთ რას ვიღავს. ჭირდებათ ხალისი და ეს ყველაფერი შეძლო უნდა გქონდეს ძალიან დიდი ენერგია. თუ ენერგია არ გაქვს, ჯობებახში არც შედგა ფეხი. მე არ ვიცი სხვაგან რა ხდება პირდაპირ ვეძახი, მაგრამ ჩვენთან ასეა. ხო და ძალიან მიხარია, რომ საბოლოო ჯამში მარიკო იქ არის, სადაც მე ვარ. მერე რომ ჩემ ჯგუფში არ არის. მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იმ სივრცეში ხო არის. სულაც არ მინდა ჩემთან ყოფილიყო და მოწებებული მაგნიტივით და მდიოს წინ და უკან, ანუ არ მინდა. ნელ-ნელა უკვე გადალახა ტირილები. თქვენ იცით როგორ ნერვიულობდი ისტერიკებში რო იყო. წასვლა ცოტა გვიჭირს, იმიტომ რომ ხალხო ძალიან ადრე გავდივართ სახლიდან და ძალიან ადრე დგება და მაგრამ გადალახეთ, ანუ ნახე, რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის იქ რომ მივდივართ როტიროდა და რაც ესენი მოეხსნა კარგად და დავემშვიდობება ხოლმე რომ ხვდება აღარ ვიმალები, ანუ აღარ ვიმალები და ემაკოცე და კაი წავედი, დავიშალეთ. მე ჩემ ბავშვებთან მივდივარ, ის თავის ჯგუფში მიდის და მინდა გითხრათ დედებს, ვინც არ იყავი? არა უშავს დე, მე ხო გახვედი საყვარელო. ჩემ დროს უნდა არა უშავს დე, მთავარია ეზოში ხო იყავი, მინდა გითხრათ მშობლებო. არ მეცალა და ერთი რა ნუ მოაკლებთ ბავშვს იმ კომუნიკაციას, იმ სილაღეს, იმ ყველაფერს, რაც არის ბაღი. ზოგი მშობელი არის, რომ ისტრესება და ნუ მოკლედ, ვიცით ხალხო, ეტაპი უნდა გაიაროს. ბავშვი აქედავე ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს და ამის მზაობები უნდა გქონდეს ნაბიჯ მისი ცხოვრების მანძილზე, რომ ექნება ეს ყველაფერი, ექნება უცხო გარემოში ადაპტაციის პერიოდები, ექნება ისტრესები, ეს ყველაფერი აქედავე უნდა გაიაროს. აქედავე უნდა დაიწყოს ბავშვი ეს პროცესები. აი ბავშვს არ უნდა და, ანუ რაც ნიშნავს არ უნდა. მოდი მოვანდომოთ. მიეცი დრო ბავშვს, რომ გაიაროს ადაპტაცია. ამ დროს ფიქრობ, რომ მშობლები მეტად ნერვიულობენ, რომ ბავშვები ნერვიულობენ და რაღაცა ძალიან მალე ყრიან ფარხმალს რამდენიმე დღეში და არ უნდა ტირის, მოდი არ წავიყვოთ, კაი არ წავიყვანოთ და იჯდეს სახლში და უკაცრავად რას უნდა უსმინოს მთელი დღე, უბრალოდ მინდა რომ მითხრათ. დედებო, რას აკეთებინებთ მთელი დღე ბავშვებს? აკეთებინებთ აქტივობებს? აკეთებინებთ სენსორულ განვითარებაზე რამეს? არ ვიცი, მხიარულ სტარტებში რთავთ ბავშვებს, რას აკეთებინებთ ბავშვს? თქვენ არიცით რამდენი საფეხურია ბაღში და რაები კეთდება საერთოდ. მე კიდე ვიმეორებ, სხვაგან არ ვიცი რა ხდება, ჩემთან გეუბნებით რაც ხდება. არ ვიცი ხან რას არ ვაკეთებთ, აი ხა ჩამოწვას რა აზრი აქვს, ძალიან ბევრი ამის, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს ერთი რა.
თქვენ სახლში ბავშვებს ამდენ რამეს აძლევთ, ვერ მისცემთ. თქვენ ამდენ რამეს ფიზიკურად ვერ მისცემთ. ნუ მეტყვით რომ თავარია სიყვარულს ვაძლევ. თქვენ იცით ჩვენ რამდენ სიყვარულს ვაძლებთ, ვერც კი წარმოიდგენთ ხალხო. ვერც წარმოიდგენთ სულში ვიძრონთ ბავშვებს. ამიტომ ნუ გეგონებათ რომ უიმე დედა იგვი არ არის ასე. არაკლიათ სიყვარული დამიჭერეთ ჩვენგან თქვენს შვილებს. ძალიან ბევრჯერ და ხშირად გონიათ ხოლმე რომ იცი არა ის ჭირდება ჟენი შვილი და მთავარია. არ არის ასე. ასე არ არის. ბავშვზე 10 საათის მანძილზე რო ზრუნავ ყოველდღე ხალხო გიყვარს მერე, ანუ ჩემ ბავშვებზე ვინმე რამე რო თქოს თვალებს ამოვთხრი, გვიყვარს მერე, ხვდებით? ეს გიჩდება ეგ ყველაფერი, რომ შენია და ავტომატურად იცავ ამ ადამიანს და აბა ვინმე რამე თქოს თვალებს ამოვჩიჩქნი ჩემ ბავშვებზე ვინმე რამე რო თქოს. ასეა. ეს ასე ხდება. თქვენ ამდენ რამეს ვერ მისცემთ, რასაც ჩვენ ვაძლევთ იქ. მინიმუმ ვერ მისცემთ იმას, რომ ბავშვებთან სწავლობს თამარს, ბავშვებთან კომუნიკაციას სწავლობს, რაღაცა სტრესულ გარემოსთან გამკლავებებს სწავლობს, რაღაცების გაყოფას, ემოციების გაყოფას, ბედნიერების გაყოფას თუ სევდის გაყოფას, ამ ყველაფერს თქვენ სახლში ბავშვს ვერ გაატარებთ, ხა თუ სახლში გაქვთ ბაღი კი ბატონო, ვერ შეძლებთ. მიიყვანეთ რა, ნუ გგონიათ რომ აი ბაღი არის უბედურების ადგილი. ეს ასე არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ რამდენ რამეს მივიცი მე ჩემ შვილს ხო სახლში რომ მყავდეს, იმიტომ რომ მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ იმას რასაც მარიკო იხეხებს მე მაინც ვერ მივცემ, მიუხედავად რომ მე ბევრი რამე ვიცი. ვერ მივცემ, ვერც ერთი დედა სულ რო ჰაი ლეველები იყოთ, ვერ მისცემთ. ამიტომ ატარეთ თქვენი პატარები ხალხო ბაღში. მესმის რთულია, თქვენ ხوار გონიათ მარტივი იყო წლის და 7 თვის ბავშვის მიყვანა ჩემთვის, მაგრამ იმდენად მალე გაიარა ადაპტაცია და იმდენად კარგად იყო, რომ ახლაც შოკში ვარ. იმ მარიკოს ადაპტაციის კარგად გავლამ გადამაწყვეტინა ის, რომ მარიკო დამეტოვებინა მე ბაღში, თორემ მეთქი თუ მარიკოს გაუჭირდა, მეთქი შანსი არ არის. ჩდები ისევ სახლში და მომყავს ბაღიდან. მაგრამ ჩემდა გასაკვირად დამოუკიდებლობა აი არ ვიცი იმდენად ბევრ რამეს იძენს ბავშვი, თუნდაც მოტორიკის განვითარება ხალხო ეს ძალიან აუცილებელია და მეტყველება ხალხო. ბავშვი რას ისმის მთელი დღე სახლში, ან ტელევიზორის ხმა ისმის, ან ესმის როგორ საუბრობენ მისი ოჯახის წევრები ტელეფონზე, TikTok-ის სკროლას უყურებს ხშირ შემთხვევაში, ან მარიკო რო სახლში მყავდეს და მე სახლში ვიყო, ხო, ბევრ რაღაცას ვასწავლი, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩემ სკროლასაც დაინახავს და ჩვეულებრივი ამბავია ხა ეგ მაგაში არაფერი არის განსაკუთრებული, ვაი დედა ეს რა დაინახა. 24 საათი გაიგებს ყურში ჩემს YouTube ვლოგებს და რამერე განვითარდება ამით რამე შეიცვლება თუ ხო სიცოცხლე აბარას ვიზავ დედიკო იმსახურებ ცოტა ხნით აუცილებლად და მე უფრო მეტად გაჯეტებზე ხდებიან ისი დამოკიდებულები ბავშვები მთელი დღე რით უნდა დააკავო ხალხო ბავშვი მთელი დღე რაც უნდა ასე ირნო ის ყველაფერს თავისი დრო აქვს ყველა საფეხური უნდა გაიაროს ადამიანმა ეხლა მე არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს, თუმცა არიან ბავშვები, ვერ შეეჩვიოდნენ ბაღს კი არა, ნუ აი არ ვიცი, 3 წელი როტირიან ეგეთი ბავშვებიც არიან. ნუ ვერაფერს ვერ ვიზავთ. არაფერს ვაკლებთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზავთ, ხვდებით? ნუ მისი ბუნებაა ეს ასეთი და მორჩა. თუმცა ცოტა ხნით მაინც სანამ, ნუ მოდი ბჭყალით ვთქვათ, გაჭედავენ, ხო? და აურევენ და აერევათ ეს ყველაფერი და აღარ ენდომებათ, იქამდე მაინც ხო არიან, თუნდაც ის 10 წუთი ხო ჩართულები არიან, ის 10 წუთი ხო ჩვენთან აქვს კომუნიკაცია, ვთამაშობთ, ვერთობით, მაგას ვიძახი, რომ აუცილებელია ბავშვები ვატაროთ ბაღში, ბავშვები უნდა იყვნენ დაკავებულები. ნუ გეყოლებათ მთელი დღე თუ ეს პრობლემაა ხალხო, უბრალოდ 1 საათით მაინც მიიყვანეთ, საათნახევრით მიიყვანეთ, ნახევარი საათით მიიყვანეთ.
დავიჯერო სახლში მთელი დღე ბავშვის ყოფნა უფრო მისაღებია? გემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა რომ იყურებთ თქვენ.